კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ემიგრაციის ჩართულობის გარეშე, ფართედ ჩართულობის გარეშე ნამდვილად იმ ქვეყანაში არაფერიც არ გამოვა, იმდენად უჭერს რეჟიმი ხელს ყველას და ყველაფერს. და ნუ ახლა რა თქმა უნდა, შინაც ვიყავი შეხვედრებზე ემიგრანტებთან, რა თქმა უნდა დღესაც გავაგრძელებ ფიზიკურად შეხვედრებს და მინდა ერთი რამე ვთქვა, ნუ ახლა და თან ბევრს ვესაუბრები ტელეფონით და ასე შემდეგ, TikTok-ით, Facebook-ით, აი კატასტროფული სიტუაცია არის. უამრავი უკვე ემიგრანტის შეხვდა, რომელზედაც ცოლას ახდენენ ძმით, მამით, ოჯახით, ბიძაშვილით. რა ვიცი რა, აი კატასტროფული სიტუაცია, უკვე იმდენად გადავხედენ, რომ აი ძმით აშინებენ თქვათ ემიგრანტს, რომ არ ეგიებენ ძმას და ეუნებიან რაშო ბიჭო გუპავ. გაჩერდით რა მიაქანე დედას ვიდერებენ. თან მე მიაყოლებს ბიჭო იქნებ 100 евро მაინც გამომიგზავნო ამ თვეში. ნახე ადამიანი რომელიც მამა ბულინგებს შვილო რაშობენ უპაო. და თან მიაყოლებს რომ ხო იცი ფული ვალებში ვარ და ფული გამომიგზავნე და ასე შემდეგ რა. ნუ აი ამნაირი კატასტროფა არის უკვე ქვეყანაში. თუ ეს აბზაფულზე მაინც ვერ დავამთავრეთ, ესენი უკვე იმდონემდე მივიყვანებენ, რომ შანსი არ იქნება მერე ამათი მოცილების, ალბათ დარწმუნებული ვარ რაღაცნაირად ოქტომბერში არჩევნებსაც ჩაატარებენ და მოიგებენ ისე, რომ ევროპას სათქმელი არ იქნება. თქვენი დედაც ერთიო და ეკნებათ ისეთივე ურთიერთობა, როგორღაც წავყვეთ ტაშკენტთან თუ აშხაბადთან, უზბეკეთთან თუ თურქმენეთთან თუ ყირგიზეთთან თუ ნებისმიერთან რა, თუ ვინ აზერბაიჯანთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა. აი არის კატასტროფა. მე არ ვიცი თუ ასე აშინებდე და მინდა ერთი რამ თქვა, იქნებ ვინც ევროპაში ენა იცი, ჩემგან გასვოებით და ჩემთან საუბედუროდ რო არ ვიცი. ვისაც კონტაქტები გაქვთ რა, იქნება მიიტანოთ ინფორმაცია ევროპის სახელმწიფოების მეთაურებთან, თუ რა დღეში აყენებენ ემიგრანტებს ქართული ხელისუფლება და აქ რო იქ გვეუბნებიან აგენტი ხარ, ახლა მე ვარ ამგენი სათროლების და ბოტების და ხელისუფლების და ბელგიის აგენტი, ევროპის აგენტი, ეგენი მეუბნებიან, არა, კაცო წადი იქანა რა, კაი ქვეყანაა. ნუ ვიცი ახლა ამგესაც აღარ უნდა ვერ გივიგე უკვე რა არის ეგ რა ქვია მათ საქციელს და ნუ არ ვიცი რა იქნება გავამზადოთ რამე წერილი ემიგრანტებო სადაც მოყვებით თუ აქაც რა ბულინგი აქვს ხელისუფლებას ემიგრანტებზე მე ვიცი არ ვიცი რა ჩვენ თუ ახლა მართლა არ გავაქტიურდით და რაღაც სასწაული არ ვქენით დამთავრებულია მაგ ქვეყანას დაამთავრებენ